დილაობით რომ გამოვდივარ, მაგიდაზე მხდება ბევრი ბოტანიკური წიგნი. მე ხშირად მომიყოლია ჩემს მასწავლებელზე ჟუჟუნა ავალიშვილზე, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც ჩვენგან წავიდა. ახლა მისი შვილი ელისო მუშაობს ჩემთან, ის ჩემთვის საყვარელი ადამიანია, რა თქმა უნდა, ჟუჟუნას შვილია და აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს, თუ რამე ვიცი მებაღეობაში, დიდი ნაწილი ამ ყველაფრისგან არის ჟუჟუნას მასწავლები. ისეთი სამებაღეო ხერხები, ისეთი ხრიკები უსწავლებია ჩემთვის, რომელიც არც ერთ წიგნში არ ამოიკითხება და მისი წასვლით ძალიან ვარ დამწუხრებული, რა თქმა უნდა. ელისომ გადაწყვიტა რომ მე ასე გულაჩუყებული მამყოფოს და მოაქვს ბევრი, რომელიც ზოგიერთი მაქვს, ზოგიერთი არ მაქვს, ბოტანიკური ლექსიკონი, რა თქმა უნდა, მაყაშვილის მაქვს. რა თქმა უნდა, ამ წიგნებს გულით ვათვალიერებ, მთელი გულით პოულობ წერილებს, მოწერილს მეგობრებისა ჟუჟუნას მიმართ, ჟუჟუნას მიწერილს მეგობრებთან ან კოლეგებთან. ვიპოვე მიხეილ მამულაშვილთან მიწერილი წერილი, მიხეილ მამულაშვილის თხოვნა რომ დახმარებოდა და მე მისი პასუხი მიხეილ მამულაშვილის მიმართ. პოულობ ფოთლებს. ნეკერჩხლის ფოთლები ვიპოვე მაგალითად ეხლა რომ გადავშალე. ძველ ფოტოებს პოულობ ამ წიგნებში, ტოტებს, გასარჩევად, გასარკვევად. ძალიან ძვირფასია ეს ყველაფერი ჩემთვის. არ ვიცი, განსაკუთრებული რამ არის ეს, მართლა. აქ არის ერთი საინტერესო რამე კიდე. მელიტა ექვთიმიშვილი იყო ჟუჟუნას მასწავლებელი. ჩემი ჟუჟუს მასწავლებელი, რომელმაც ასწავლა მებაღეობა. მელიტას ბაღის მალამო 1971 წელი. და რეცეპტი ცივი ბაღის მალამოს მომზადების, მოხარშვის. ამაზე ძვირფასი რა შეიძლება იყოს. მე ეს ჩაწერილი მაქვს, რა თქმა უნდა, ჟუჟუსგან, მაგრამ უკვე აგერ ჟუჟუს მისი მასწავლებლისგან. ერთი ფოტო ვიპოვე კიდე მელიტა ექვთიმიშვილთან ერთად, ქალბატონ მელიტასთან ერთად. ის ფოტო უნდა გაჩვენოთ. ბარათები, ძველი ბარათები, რა თქმა უნდა, წერილები. 25-11-87 წელი, კეთირის სურვილებით. ბატონო მიხეილ. ეს მელიტა გაჩვენეთ. აქ მესამე ფოთლის გამოჩენის შემდეგ, მყნობიდან 3-4 კვირის შემდეგ რგავენ ქოთნებში. ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაზე დაყრდნობილი კალმით მყნობა ზაფხულის პერიოდში. წიგნები ნახე, ვარდები, ჟუჟუ იყო მევარდე. როზი ნავკავკაზე. ინდრის სცენარები, ერთწლოვანი ყვავილოვანი სცენარები, სამრეწველო დეკორატიული მეყვავილეობა, ცვეტა ვოცტვა, ვარდები, ბოტანიკური ბაღის მეგზური, აქ მაქვს ეს ფოტო ნახე. ამ ბატონს არ ვიცნობ, მეყვავილეობის ნაკვეთზეა ბოტანიკურ ბაღში გადაღებული. ჟუჟუნა ავალიშვილი, ქალბატონი მელიტა ექვთიმიშვილი და ციალა ბუკია. ციალა ბუკია ჩემთან მუშაობდა ბოლოს უსაყვარლესი. აქ ჟუჟუ ახალგაზრდობაში ეს 60-იანი წლებია ნახე. ეტყობა ეს არის მოსკოვი ვედენხა. საგამოფენო სივრცე იქ ქართული კუთხე ეწყობოდა ხოლმე და ქოთნით, ჩაცმულობით, ვარცხნილობით ეტყობა გლადიოლუსები. ეტყობა რომ ესენი მე მგონი არიან ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები. რა ვიცი, აქ ნანა ბოტკოველია. ქალბატონი ნანა ბოტკოველი იყო ჟუჟუნას ძალიან ახლო მეგობარი და მისი კერამიკა. რა ვიცი, გულაჩუყებული ვარ. ელისომ გადაწყვიტა რომ ძალიან ამიჩუყოს გული. აქ ჩანაწერები ნახე. ვეგეტატიური გამრავლება გვაძლევს საშუალებას შენარჩუნებულ იქნას მთლიანად ჯიშებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ყველა გიბრიდული ფორმები მრავლდება მხოლოდ ვეგეტატიური გზით. ვარდები, ფუქსიები, აზალიები, ყვავილობა ვეგეტატიური გამრავლების დროს იწყება უფრო ადრე, ვიდრე თესლით. ზოგიერთი დეკორატიული ფოთლოვანი მცენარეები, ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები, რომლებიც ვერ ასწრებენ ჩვენთან თესლის მომწიფებას, ამიტომ ამრავლებენ მხოლოდ ვეგეტატიური გზით, კალმებით. ჟუჟუნა არ არის და მაინც მასწავლის. შენ შემოგევლოს ჩემი თავი როგორ მენატრება, როგორ მინდა რომ აქ იყოს ახლოს ჩემთან. ძალიან მომინდებოდა ხშირად მისთვის გამეზიარებინა და მომეყოლა ბევრი რამე. წარმავალია, ყველაფერი წარმავალია. ელისო, მადლობა.
როცა კავშირში გამოდიოდა ასეთი ჟურნალი სვეტავოცტვა და იმისი ძველი ნომრებია. ბევრი ქონდა ჟუჟუს, ყველას იწერდა რა თქმა უნდა და ეს ნომრები ყვებიან მაშინდელ მებაღეებზე, აგრონომებზე, მცენარეებზე, სხვათა შორის კარგი ინფორმაცია. ახლანდელ წიგნებში ბევრია ფოტოები და ცოტა ინფორმაცია და მაშინდელ გამოცემებში იყო ბევრი ინფორმაცია და ცოტა ფოტო და ჩანახატი. გასაგები მიზეზების გამო. აქედან შეიძლება რაღაცების საინტერესო რამეების ამოკითხვა. გამარჯობა.